Ale dalamaza chemosula giorgo bisvevo რაჭაში მოგზაურობა ამბროლაურის რაიონიდან გადავწყვიტეთ. Marcha moiare mero madagibare ადრე აქ ორი პატარა ტბა იყო, ხარისთვალი და ძროხისთვალი. დღეს კი ის რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის რეგიონში უდიდესი წყალსაცავია. ეს შაორია, ტურისტებისა და მეთევზეების საყვარელი ადგილი. ამბობენ, რომ აქ გიგანტური თევზები ბინადრობენ. თუმცა არ გაგვიმართლა. თევზებმა ჩვენს საკვებზე უარი თქვეს. გზა შაორიდან ნიკორწმინდისკენ განვაგრძეთ. ქრისტე ძეოღმრთისაო, ადიდე სიმართლით და დღეგრძელობით შენს მიერ გვირგვინოსანი ბაგრატ აფხაზთა და რანთა მეფე და ქართველთა ყურაპალატი და გაზარდა ძემათი გიორგი ნებასა შენსა და მეუხებითა წმიდისა ღმრდელთ მთავრისა ნიკოლოზისათა. ეს წარწერა ნიკორწმინდის ტაძარზეა ამოკვეთილი. ის სწორედ ბაგრატ მესამის მეფობის დროს 1010-1014 წლებში ააგეს. ნიკორწმინდა ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური და ერთ-ერთი ულამაზესი ნიმუშია. მეფეო შენ საგვირგვისა ოთხკუთხივ ჯვარის წერია. ამბროლაურში არის რამდენიმე ტაძარი, რომელიც მე-11 საუკუნეს განეკუთვნება. აქედან აღსანიშნავია ზემოკრიხის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი, ნიკორწმინდის, ასევე ბუგეულის, ლაბეჭინის, ბარაკონი მე-18 საუკუნის ტაძარი. რადგან ეკლესია მონასტრებზეა საუბარი, გვერდს ვერ აუვლით მდინარე შარეულას ხეობაში მდებარე ჭელიშის მონასტერს. ის საშევარდნე მთის ძირას მდებარეობს. ამ ადგილს უდაბნოს უწოდებენ. აქ სულ მცირე 10 საუკუნის განმავლობაში მაინც გრძელდებოდა ბერ-მონაზონთა ცხოვრება. აქვე მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა შემდგომში საქართველოს კათოლიკოსი ამბროსი ხელაია. დღეს მონასტერს რეაბილიტაცია უტარდება. ჭელიშის მონასტერი, რომელშიც მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა შემდგომში კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია. ამბროსი ხელაიამ 1902 წელს ჭელიშში მიაკვლია მანამდე უცნობ ხელნაწერს, რომელსაც ჭელიში ქართლის მოქცევის ჭელიშური ვარიანტი ეწოდება. ასევე ჭელიშის მონასტერი ცნობილია იმით, რომ მე-11 საუკუნის ოთხთავი არის აქ აღმოჩენილი, რომელიც შემდგომში ინახებოდა ხონჭიორის ეკლესიაში და ის აღმოაჩინა ცნობილმა მკვლევარმა გიორგი ბოჭორიძემ. ეხლა დღესდღეობით მიმდინარეობს ამ ტაძრის რესტავრაცია, გაწმენდითი სამუშაოები შესრულებული არის. ამბროლაურის რაიონზე საუკეთესო ხედი სოფელ წესიდან, ველიეთის წმინდა გიორგის ნატაძრალიდან იშლება. ამბობენ, რომ აქ ადრე ციხე იდგა და უკვე შემდეგ გადაკეთდა ეკლესია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ამბროლაურია. ზღვის დონიდან 550 მეტრზე მდებარე ქალაქი ისტორიულ წყაროებში მე-17 საუკუნიდან მოიხსენიება. აქ იმერეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. ამ ადგილს, სადაც დღესდღეობით ამბროლაური მდებარეობს, ადრე მეტეხარა ერქვა. მე-18 საუკუნიდან უკვე იწყება ამბროლაურის განაშენიანება და დღესდღეობით ამბროლაურის მოსახლეობა დაახლოებით 3000 მოსახლეს შეადგენს. ანკარა მდინარეები, ჩანჩქერები, გამოქვაბულები და მღვიმეები. მათ შორის შარეულა, სათავე და საყინულეს მღვიმე. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, სანახავი აქ ბევრია. ამ ადგილებთან მისასვლელი გზები ძლიერი წვიმის გამო ფაქტიურად გაუვალია. შედეგად ვერც ერთის ნახვა ვერ მოვახერხეთ და ჩვენი მასპინძლების მონათხრობს დავჯერდით. ამბროლაურის მახლობლად ორი მღვიმე არის, ორივე საყინულე სახელწოდებით. ერთი არის ნიკორწმინდასთან 2 კილომეტრში მდებარეობს საყინულე, მეორე სხვავის საყინულე. ეხლა რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინეს მღვიმე, ასევე ნიკორწმინდის მახლობლად, რომლის კვლევა ჯერ არ დაწყებულა. მღვიმეში
ჯერჯერობით გზა არ ვიცით, იმიტომ რომ უჭირდება საკმაოდ ისეთი სპეციალისტების კვლევა. რაც შეეხება საყინულეს მღვიმეებს, რამდენიმე წლის წინ აქ იყო ყინული, მუდმივად ტემპერატურა 0-დან დაახლოებით 10 გრადუსამდე მერყეობდა და რამდენიმე წლის წინ უკვე ყინული ზაფხულში, აგვისტოს პერიოდში თითქმის აღარ გვხდება, ალბათ გამოწვეული არის გლობალური დათბობით. ფლორა, ფაუნისა და მღვიმეების გარდა ამბროლაურში სანახაობა ისედაც არ მოგაკლდებათ. ეს დათულიკა სხირტლაძე და ადგილობრივი ანსამბლი საგალობელია. ანსამბლი 45 წელია არსებობს. წლების განმავლობაში მათ ყველა ძირძო რაჭულ სიმღერას მოუყარეს თავი. რაჭული სიმღერები ზემორანჭის და ქვემორანჭისაც თითქოს და კიდე რაღაცა სხვაობა არის, მაგრამ უმეტესი სიმღერები, რაჭული სიმღერების არის ზემორანჭული. სიმღერების უმრავლესობა არის ზემორანჭული. და ჩვენ ვღერივართ ზემორანჭულსაც და ქვემორანჭულსაც. ესე იგი, რაჭველი კაცის ბუნება მიყვება ხვანჭკარის დინებას. სიმღერით, სიტყვით, პასუხით, მადლით და ეს მადლი მოუშალოს თელ საქართველოს და სიმღერითევლოს და სასიმღერო თქონოდეს საქმე ჩვენს ქვეყანას. ჩამოდექი განი ტაში ბიჭო ტაშიო და როგორ შევგი გენაცვალე გავლა გამოვდაშიო ჩამოდექი განი ბახუშტი ბაგრატიონი რაჭულებზე წერს, რომ ღორი სიცოცხლე მათია. ვინც ერთხელმაინ სტუმრებია რაჭას და აქაური ლორი გაუსინჯავს, მისი გემო ძნელად თუ დაავიწყდება. რაჭულები მის დასამზადებლად განსაკუთრებულ ტექნოლოგიას იყენებენ. ეს თამას ტამერაძეა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას რაჭული ლორის დამზადებაში ბადალი არ ჰყავს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა იყოს ბოლომდე გამომშრალი, ფერზედაც უნდა შეაყოთ, აღი თქვენ თუნდაც შეხედავთ აგეთ, როგორ არის წითლად უნდა იყურებს და ხელშიდაც უნდა გზნობდე, რომ ეს არის გამომშრალია. მე კიდევ მთავარია სუნით უნდა სასიამოვნო სუნი აქვს, ესე იგი კარგი ხარისხის არის. თუ შავი არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ის არის უკვე ან წიწოვანით შებოლილი არის, ან რაღაცა ისეთი ხით, რომელიც არ არის სასურველი, არ არის კარგი ამ ლორის. ეს კი დიომიდე დვალია, რომლის მარანისა და ხვანჭყარაც ხელს ამბროლაურში განთქმულია. გაგვიმართლა მარანს იმ დროს ვესტუმრეთ, როცა მასპინძელმა ერთ-ერთ ქვევრს თავი მოხადა. ჩვენი წინა რეპორტაჟებიდან მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებ ახლა და დავაგემოვნებ. როგორია? ხილის არომატები აქვს, ხო? აი კი. ნაპოლის ხელდაგეთია. კი. ალე დალამაზა ჩემოსულა გიორგობის თვევო რაჭა ქართული მეღვინეობის მართალია პატარა, მაგრამ სახელგანთქმული მხარეა. ვენახების დიდი ნაწილი სწორედ ამბროლაურის რაიონშია თავმოყრილი. აქაური ღვინოებიდან სახელგანთქმულია ხვანჭყარა. ადრე მას ყიფიანების ღვინოს ეძახდნენ. ის ადგილობრივი ენდემური ჯიშის წითელი ბუნებრივად ნახევარტკბილი ღვინოა, რომელიც ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნებისგან მზადდება. ლაბორატორია და კარგია, მაგრამ ოჯახურობებში არ არის ლაბორატორია. გემოზე გასინჯა და უნდა შეუწყიდო, უნდა მოხსნა ლექიდან ხშირად. შეფთო უნდა იყო, გარკვეული უნდა დააკვირდეს, უფოსფოსი უნდა და ტრიალი უნდა რა. თუმცა შეუწყიდო დოღილი ლექიდან რომ მოხსნა თვითონ შეუჩერდება. ეს მაღალი ხარისხიანი ყურძენი თუ არ იქნება, ესე ქვებში დგება კარგი. ბუნებრივად ტემპერატურა ერთი ტემპერატურაზე არის. ქვებში უკეთესი.
ქვებში უკეთესია თავისთავად ხო სუნთქავს და ბუნებრივია და ქვებში უნდა იყოს წესით რა ისედაც ჩემი აზრით რა თქმა უნდა რაჭაში სტუმრობა ვერც ლორისა და ვერც ღვინის უბრალო დაგემოვნებით რომ არ დასრულდებოდა ეს გასაკვირი არავისთვის იქნება ჩვენს მასპინძელს მანაში ჩვენივე ახლად გაცნობილი ანსამბლის წევრები ესტუმრენ და სუფრად სახელდახელოდ გაიშალა ჩვენი მოშენენ გაიყოს ჩვენი მრავალჟამიერი ასე დავემშვიდობეთ ამბროლაურს რაჭაში მოგზაურობა კი ისევ გაგრძელდება ოღონდ ამჯერად ონის რაიონსა და ზემო რაჭაში დაგლოსა ხერხად იმერო გაუმარჯოს გაუმარჯოს რაჭულებს